თავდასხმა ქართულ კონტინგენტზე ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი პატრულირებიდან ბრუნდებოდნენ. ჯარისკაცებმა მოულოდნელი შეტევა უდანაკარგოდ მოიგერიეს. მას შემდეგ, რაც ქართული კონტინგენტი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობს, თალიբთა თავდამსხმებმა შესამჩნევად იკლო. თავდასხმა ჯარისკაცებზე ჰელმანდის პროვინციაში ქვეითად პატრულირებისას მოხდა. სოფელ შაბანთან ტერიტორიის შემოწმების დროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებს სოფელთან მდებარე გამოქვაბულიდან ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე წუთიანი სროლის შემდეგ თავდასხმელები მიიმალნენ. ქართველი სამხედროებიდან არავინ დაშავებულა. თავდასხმის შემდეგ ქართულმა სამხედროებმა სოფლის პატრულირება გააგრძელეს. ჯარისკაცებმა სოფლის უხუცეს და საბჭოზე ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და რამდენიმე მათგან სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ჰუმანიტარული მისიის განხორციელება სპეცოპერაციების პარალელურად ISAF-ის ოპერაციის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ადგილობრივ მოსახლეობაზე ურთიერთობა დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად კოალიციური ჯარებისათვის. მოსახლეობასთან უნდა მალე შეხვედრა. თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თალებების დევნას და მთავრობის წამოსვლას მთლიანად მოსახლეობისკენ და მაყოფილები არიან მოსახლეობა ამით. ჯარისკაცები ჰელმანდში მცხოვრებლებს დახმარებას ინტენსიურად უწევენ. ადგილობრივებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, სამხედროებს თალებების გადაადგილებისა და მათი შესაძლო დისლოკაციის ადგილებზე ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. ყველანაირ დავალებებს ვასრულებთ. გქონდა ურთიერთობა მოსახლეობასთან, თვითონ ბაზის დაცვა, ქვეითი დამოტორიზირებული პატრულები და ასე შემდეგ. ცოდნას, რა თქმა უნდა, საბრძოლო ცოდნას ვღებულობთ. პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად ISAF-ის მისიაში კიდევ რამდენიმე ქართული ქვედანაყოფი მონაწილეობს.